მოლეკულების რხევებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გვითქვამს და ეს არის დიპოლური მომენტის მნიშვნელობა. ანუ თვითონ წინადადებაც გვეუბნება აქ, რომ ინფრაწითელ სპექტრში სიგნალის სახით მხოლოდ ის ვიბრაციები დაიმზირება, რომლებიც დიპოლური მომენტის ცვლილებას იწვევს. ესე იგი, დიდ როლს თამაშობს ხო დიპოლური მომენტი აშკარად და მოდი გავიხსენოთ უცებ რა არის დიპოლური მომენტი. თუ გვაქვს ერთმანეთის საპირისპირო ორი მუხტი და დაშორებული არიან რაღაცა დემანძილით, მაგალითად წარმოვიდგინოთ აი ესეთი სიტუაცია, აქ გვაქვს დადებითი ნაწილობითი მუხტი, აქ გვაქვს უარყოფითი ნაწილობითი მუხტი. ნაწილობით მუხტებზე იმიტოა საუბარი, რომ ბარემ მოლეკულებზე საუბრობთ, თორემ ისე აუცილებელი არ არის ეგრე იყოს, ხო? ჩვეულებრივი Q და -Q შეიძლება ყოფილიყო. და ამათ შორის მანძილი არის რაღაცა D. მაშინ აი ეს ორი ბმაში მყოფი ერთმანეთის საპირისპირო მუხტი გვაძლევს დიპოლურ მომენტს, რომელიც არის ამ დელტას ნამრავლის ტოლი, დელტას გამრავლის ტოლი მანძილზე, ხო? დელტა გამრავლებულია მანძილზე. ეხლა რატომ იცვლება დიპოლური მომენტი? ანუ ხომ ვამბობთ, რომ რაღაც ვიბრაციები ცვლის, რაღაც რხევები ცვლის. იმიტომ რომ შთანთქავს ეს მოლეკულა რაღაც ენერგიას, სინათლეს და ენერგიას მიიღებს და გაიჭიმება და დაიწყებს რხევას. შეიცვლება ეს დემანძილი, ანუ შეიცვლება აი ეს, რაც ნიშნავს, რომ შეიცვლება დიპოლური მომენტიც. და მოდი ახლა რაღაც მაგალითები ვნახოთ მაგის, ანუ აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ აი ეს ციკლოჰექსანონი, აი აქ თუ დავუკვირდებით კარბონილის ჯგუფს, ესე იგი აი აქ გვაქვს მოდი პირდაპირ მუხტებს მიაწერჯობია, აი აქ გვაქვს ნახშირბადი, რომელიც არის ნაწილობრივ დადებითი და ჟანგბადი, რომელიც არის ნაწილობრივ უარყოფითი და ამას აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი დიპოლური მომენტი. და თუ გავატარებთ ახლა 1500-თან ვერტიკალურ ხაზს, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, და დიაგნოსტიკურ უბანს დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი სიგნალი არის აი აქ და აი შეესაბამება აი ეს ადგილი 1700 რაღაც 15 ალბათ დაახლოებით, ხო? 1715 და ორი რიცხვი. ეს გახსოვთ ალბათ არის ორმაგი ბმის ტერიტორია, ორმაგი ბმის მიდამოა, კი არა და ნუ უბანი უნდა ვთქვა ესე ფორმალურად და მართლაც ნუ აქ გვაქვს ორმაგი ბმა ნახშირბადსა და ჟანგბადს შორის, ერთი არის ნაწილობრივ დადებითი მუხტის მქონე, მეორე ნაწილობრივ უარყოფითის და მკაფიოდ გამოკვეთილი დიპოლური მომენტის გამო ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი სიგნალია. რაც უფრო დიდია დიპოლური მომენტი, მით უფრო ინტენსიური არის სიგნალი და მით უფრო კარგად ჩანს, ხო? საპირისპიროდ აი მაგალითად ავიღოთ აი ეს. ეს არის 1 ჰექსინი და ამ შემთხვევაში თუ გავატარებთ, ანუ ახლა მაგალითი მომყავს სუსტი დიპოლური მომენტის, ხო? ისევ აი სადღაც ახლოს, ნუ ისევ ორმაგი ბმის უბანში, დაახლოებით ალბათ რაღაცა, არ ვიცი, 1650-თან ახლოს, ხო? სადღაც ეგრე. გვაქვს შედარებით სუსტად გამოკვეთილი სიგნალი და ეს არის ორი ნახშირბადის, მოდი ფერს დავუბრუნდები, ორი ნახშირბადის ერთმანეთთან ორმაგი ბმის სიგნალი, მაგრამ შედარებით სუსტია. და მართლაც აი აქ ცოტა მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, აი აქ წყალბადებს დავხატავ. აქ გვაქვს წყალბადები და აქ გვაქვს ალკილის ჯგუფი, რომელიც ელექტრონს გასცემს და უბრალოდ ასიმეტრია რომ გვაქვს, ამიტომ რაღაც დიპოლურ მომენტს ვიღებთ შედარებით მცირეს და შესაბამისად სიგნალიც არის გაცილებით უფრო სუსტი. და აი ზემოთ, როგორც ვნახეთ, არის ძალიან ძლიერად გამოკვეთილი სიგნალი, კარბონილი გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ დავადგინოთ რა ტიპის ფუნქციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ასე ძლიერად და ცხადად გამოკვეთილი არის მისი სიგნალი. და მოდი ერთი მაგალითიც ვნახოთ, კიდევ ერთი ალკინი შევადაროთ, ზედა ალკინს. აი აქ გვაქვს 2-3, კიდევ ერთ წავშალე ეს, ნუ აი რა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ 2-3 დიმეთილ 2 ბუტინი და შეგვიძლია გადავნომროთ კიდევ უცებ, აი, რატო ურევს ხანდახან ეს ჩემი იარაღები? 1, 2, 3 და 4. და თუ დავუკვირდებით, აი აქ თუ გავატარებთ ვერტიკალს 1500-თან, საერთოდ არ არის გამოკვეთილი სიგნალი და ეს იმის ბრალია, რომ სიმეტრიულია ეს ნაერთი. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეს, რომ თუ საქმე მაქვს სიმეტრიულ ნაერთთან და ეს ალკინი არის სწორედ სიმეტრიული, მაშინ არ იქნება არც ჭარბი დადებითი მუხტი, ან პირიქით ნაწილობით დადებითი მუხტი, არც უარყოფითი, ანუ სრულიად სიმეტრიულია, ამიტომ არ გვექნება სიგნალი ინფრაწითელ სპექტრში. რაც მნიშვნელოვანი დეტალია და უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციას გვაძლევს რაღაც ტიპის ნაერთებზე ესეც. ანუ რომ დავუკვირდეთ, მაინც ხაზი რომ გავუსვა ამას, აი გვაქვს ორმაგი ბმა და ამ ორმაგი ბმის მიმართ არის სიმეტრიული ეს ნაერთი, ხო? ანუ ორივე მხარეს თანაბრად ხდება ელექტრონების გაცემაც, ყველაფერი და ამიტომ არის რომ არ გვაქვს სიგნალი.